მორცხვი იყავი ბავშვობაში? კი, ეხაც იგრევა. ახლაც. გერიდებოდა სიყვარულის ახსნა გოგონებისთვის, როცა ვინმე მოგწონდა. ხო. არც ხო ყოფილა ისე რომ განებივრებული ყოფილიყავი მაგამბით. ვერ ბედავდი ხო? ვერა ხო რაღაცნაირი ვიყავი რა. ეხაც ეგეთია რა ვიღაცას ვერ ვეუნები რა. რაც თან მithumetes რო არ არის პრობლემა, მაგრამ არ შემიძლია რა გავაკეთე. როგორ გამოხატავდი ხოლმე გახსოვს? პირველად რო გოგო მოგეწონა, როგორ გამოხატე? ბრავის, ალბათ გვერდიდან ახლოს უფრო ახლოს ვიყავი მასთან, ხო, ორი ნაბიჯით მივახლოვდი, ვიდრე ვიყავი. და მაიამდე ყარებია ვინმე? სკოლაში გატაცებები ეს, მაგრამ ეს სერიოზულად როგორც მაიკოს და იყო, ესე არ ყოფილა. და შეხვდი მაიკოს. იყავი პირველ კურსზე, მაიკო ამთავრებდა. ხო, მაიკო ამთავრებდა. ასაკობრივი მცირე ბარიერი ქონდა. რამე ბარიერს ქმნიდა თქვენს ურთიერთობას? არა, ალბათ, იმიტომ რომ ეს ბარიერი რა შექმნილიყო და ეს ყომა ხა ჩემი მეუღლის არ გაქვს. გოგონები მაინც უყურებენ ხოლმე, რომ ბავშვია ეს, ანუ არ აღიქოვენ სერიოზულად და შენს მიმართ ხო არ ქონდა მსგავსი დამოკიდებულება? არა, არ ყოფილა ალბათ. მაიკოს ჩემთვის არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში დღემდე და რა კითხავ რომ მივა. და მოხიბლა ხო არ გაგიჭირდა? ხო, ეხლა ერთ დღეში და ორ დღეში ეს არ მომხდარა ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იქაც რომ მეთქვა რომ მიყვარს. და უთხარი? უთხარი. გაბედე? ჩემ ქუჩაზე უთხარი გავბედი, ხო, მანქანიდან გადმოვედი, ისე უთხარი ცოტა დისტანციიდან. ან მანქანაში ისხედი და გადმოხვედი? გადმოვედი, აქედან მოვედი და ესე უთხარი მეთქი, მოკლედ რომ იცოდით ხო ესე თქო და და ღიმილი დამშორდა და ეს ღიმილი ნიშნავდა ჩემთვის იო. რომანტიკული შეყვარებული იყავი? კი, გიждდებოდი. აი აქ უკვე შეგეძლო სიგიჟეები გააკეთებინა, რაც ბავშვობაში ვერ გააკეთე. გააკეთებია რა? ხო, დღე არ გათენდებოდა ყოველ დილას მის სახლთან რო არ ყოფილიყავი მაშინ. ამით არ ქონდა მიშო ზამთარი იყო, ზაფხული იყო და ყოველი ხვდებოდა ხოლმე. სახტე და ისეც მოხდა რომ ერთმა ქუჩაზე ერთმა კაცმა ესე დამიქნა ხელი მოდი რა გინდა ვაქო რაც დადიხარ ეგონა რომ ვაკურდებოდი ქუჩას ვინ გადის ვინ გამოდის ალბათ რომ ამე რო იყოს ქურდი ვეგონი არ ვიღაცა ვეგონი რა რომ ვიმახსოვრებდი ვინ გადიოდა არადაც საერთოდ არაფერი არ მახსოვდა ხო და მე ყვავილი დაინახა ჯიბეში და ისთან ახლა თვალე 100 თქვა და გაიცინა და წავიდა და იმის შემდეგ აღარც არაფერი არ უთქვამს. გოგა, მაიას მშობლებთან მოგიწია მე ცხოვრება. დიახ. ჩასიძებას ეძახიან. ასე გამოვიდა. რთული იყო მაინც ეს ხო თავის დისკომფორტი აქვს რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ვინა, მაგრამ ვარემონტებთ იმას დღემდე. წლებია ხო ეს რემონტი? ძალიან დიდი ხანი. ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ ასეთ პრობლემები გვაქვს ხოლმე და ორი მსახიობის ერთად ცხოვრება რთული არ არის? ჩვენთვის არა. პირიქით ვეხმარებით ერთმანეთს. თუ მჭირდება მე მისი რჩევა, ვეკითხები აუცილებლად და ვიღებ და შენიშვნაც. ხო, რა თქმა უნდა. თუმცა შენიშვნები ზოგჯერ შეიძლება გეწყინოს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეა. ხო, გასაგები, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს წენა ის არ არის, რომ გავიფუტო არ და ველაპარაკო რაღაც. არა, ეს ვითვალისწინებთ ყოველ შემთხვევაში. ცუდი რა უნდა მერჩიოს მე იმან, ან მე რა უნდა ურჩიო. ხო, ბუნებრივია. რეჟისორია მაია. დიახ. დადგა რამდენიმე სპექტაკლი. დიახ. სადაც არ გითამაშია შენ. არ მითამაშია. ასე მეუბნება რთული ხასიათი გაქვს. მართლა ესე გონდა. ხო, და ჯერ არ ვარ შენთვის მზათო. შუა ქალაქში გიწევდათ პარტნიორობა. დიახ. ერთ სცენებში თამაში. ისეთი გადაღება გქონიათ, როდესაც ნაჩხუბრები იყავით, მაგრამ მოგიწიათ გადაღებაზე გეთამაშათ ერთად სცენაში. კი, რა თქმა უნდა, ბეჯო ყოფილა. არ იმჩნევდით იქ გადასაღებებიდან. ჩვენ ხო 1-40 წუთი თუ ესე რო თქვა, გავხაჩოთ, რომ არ კონდეს ერთმანეთთან ურთიერთობა. მალე რას ლაპარაკობ ის გაყვეს ბოლომდე ხო დავიღუპეთოც. ეს არის ზუსტად ის სიყვარულის ამბავიც ხო და რასაც თესავთ იმას ვიკითხო სიყვარული შველის ბოლოს ხო? თუმცა ის არის ხოლმე შერიგების ნაბიჯის გადადგმა. შენ უფრო დგავ თუ მაია? ორივე. ჩვენ არა გვაქვს ესე რომ შენ პირველი ხარ მე მეორე ახლა შენ ეს გეგმები არა გვაქვს ჩამოწერილი ცხრილი არა ეს თავის ჯამრთელი ურთიერთობა გვაქვს რა. ჯანსაღი. ხო. ეჩვიანი რომელი ხართ? შენ თუ მაია? მაგდონემდე ჯერ არ მისვლوارთ.
მართლა ოღონდ. არა? რაუდენ რა ვიცი ახლა უჩვეულო ისა? ანუ ხო არის მომენტი რომ ვიღაცა ქუჩაში გეტყვის კომპლიმენტს და შეიძლება დაიცვა. კომპლიმენტ თუ ეტყვის ახლა ჩემ მეუღლეს ამაზე უცხო ადამიანი რა კარგად თამაშობ რა ესე ამაზე რა კარგად გამოიყურებიო? ძალიან კარგი რო კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა. თუ არის როცა არეუნებია მაგას ნერვიულობ და მაგას თუ ეტყვია ახლა და მაია ხომ არ არის ეჭვიანი შენ როცა გეუბნები კომპლიმენტებს? არა გვაქვს არაფერი საჭირო და რა ზონები ეს ძალიან მაგარია. მაიას შენს გამო როზე უარი უთქვამს? არა. არასოდეს არ გაითვალისწინებინა? არასოდეს არ ჩარეულა მაგ ამბავში. არასოდეს.